ლაივში ისეთი მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლო უძღვებს, ჯერ არ განუხილავს თავისი პრაქტიკის განმავლობაში. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, მოხდები თუ არა ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოების სიაში, როგორიც არის რუსეთი, ბელორუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, კამბოჯა, უგანდა, ჩინეთი, ინდოეთი. აი თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს ამ კანონის მოქმედებას, ჩვენ აღმოჩნდებით ასეთი ქვეყნების სიაში. მე მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს იმისათვის, რომ გავხდეთ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა. როგორ აპირებთ რომ დაამტკიცოთ, რომ ეს კანონი მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, კანონით ჩვენ ნახეთ, რომ მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებში და მოხდეს ამერიკაში. რა არგუმენტებით ხებით? თქვენ რა ნახეთ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უთხოვარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის კანონმდებლობას. მაგრამ ერთად რომელი შეხედვით? სასამართლოთან ეს არის მოსულობა. მადლობა. კაი, ხო, მიხაილ როდის დაინახავს რომელიც რა. კაი, ამას მოვიდეს. გავედან თამარ, ჯერ ხო არ შეხო. მოგესალმებით ბათუმელების ლაივში. დღეს 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს რუსული კანონის შეჩერების საკითხზე. ეცამი არ დავიწყოთ გიო. დადექი რამენაირად რომ ანა დავწერო კონკრეტულად ჩავწერო იმის მაგივრად დადექი რა გიორგის მაგივრად დაცია ლამაზო. ერთი წამით არა. აი ერთი წამით მეგობრებო. აი იქიდან ყორძაია მიღებული რომ ფსიქოლოგიდან ანას დაძლევ. კი. შეგვიძლია ერთი წამი მეც დავრეკავ იყო. აი დავიწყოთ. არა, ერთი წამით ვთხოვთ რა. ტელეფონი გაწიოს თუ ვინ უნდა გაწიოს ტელეფონი? არა, ოდინო თქვენ რა გაწიოთ? შეგვიძლია კაი მოდინებზე რა გადაწყვეტილება აქვს საკუთრებით და შესაძლებელი. ცოტა ხანში დაიწყება ისტორიული პროცესი. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იცხოვროთ და იცხოვრებს ეს ქვეყანა რუსული კანონით, იცხოვრებს ეს ქვეყანა ქართული კანონით, არის საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ აქ წარმოვადგენთ საქართველოს კონსტიტუციის დამცველ მხარეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანამ უნდა იცხოვროს ქართული კონსტიტუციით და არა რუსული კანონით. ჩვენ ვართ ყველანი გაერთიანებული იმ დაკონფისკირებული, რომელიც საქართველოს 10,000-ობით მოქალაქემ დაგვიკვეთა, როდესაც ისინი თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და აპროტესტებდნენ საქართველოს ევროპული გზის ჩაგებას. დღეს აქ ყველანი ვიქნებით ერთად, სამოქალაქო სექტორი, პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც წარმოვადგენს საქართველოს 10,000 მოქალაქეს. ამავე დროს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სამართლის მეცნიერები, ყველანი არიან იმ მხარეს, რომ მხარესაც დღეს ჩვენ აქ წარმოვადგენთ სასამართლოში. ქართული ოცნება არის მარტო რუსულ კანონი. ჩვენ დღეს სასამართლოს წინაშე ვითხოვთ, სანამ სრულად განხილვა დასრულდება, შეჩერდეს ამ რუსული კანონის მოქმედება. რატომ? იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღეში მისი დრაკონული ეფექტები უკვე ამოქმედდება, თუ ის არ იქნება გაჩერებული და ეს არის საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ეს არის საფრთხე მთელი სახელმწიფო ინტერესისთვის, იმიტომ რომ სწორედ რუსულმა კანონმა ჩაკეტა საქართველოს წინაშე ევროპის კარი. საბოლოოდ მე მჯერა, რომ რუსულ კანონს არ ვიცი რას გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ მთავარი საჭირი იქნება საქართველოს ხალხი, რომლებიც 20 ოქტომბერს რუსულ კანონს და რუსეთის სახელმწიფოს საბოლოოდ დაყოლდნენ საშუალებას. ანა, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური წნეხის ქვეშ იქნება თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო აი გიორგი რა. აუ დაჯდა.
პოლიტიკური წინაშე რა თქმა უნდა იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართლებს არ ეხებათ პირადი პასუხისმგებლობა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. წინაშე ყოველთვის არის, ყველაზე არის ეს წინაშე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ, რომ შეხებზე თუ ცვლილებებზე მაღლა დააყენონ ამ ქვეყნის ინტერესი და ამ ქვეყნის მომავალი. ამიტომ საბოლოო ჯამში ყველა პერსონალურად მოაწერს ხელს გადაწყვეტილებას საკუთარი სახელით და გვარით. მინდა გითხრათ, რომ ორ ტელევიზიაში მაქვს პირდაპირ ეთერი საღამოს და დიდი სიამოვნებით ჩავერთვდი ეთერს. იმედსაც და დეტალურად მოგაცდით კიდევ ერთხელ არგუმენტებს, რომ ახლა გაქვთ საშუალება, რომ ამჯერად მოიწვიოთ. 30 წამი არ არის საკმარისი, უბრალოდ არაპროფესიონალური, ამიტომ კიდევ ერთხელ თავაზობთ, როგორც ერთობით დავებილა საფორმულას, მადლობას, სხვებსაც შეიძლება ჩაგერთოთ დაინტერესების შემთხვევაში, ასევე ღიავარ იმედის ეთერში ჩაწერთ. მოგაცდეთ საღამოს მადლობა. Ქვეებია გასული და ამ დროის განმავლობაში იმედზე არც საკითხად არ ყოფილა მიწეულობ და კიდევ ერთხელ დიდასტურებს პირდაპირ ეთერში გლევაც ჩავერთეთ. მადლობა. ქაბატონო გენდალში არ მოქვს რა არა ამ თემაზე მინდა მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით შესული 4 სარჩელის განხილვას. დღეს იქნება განწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც გადაწყდება შეტანილი 4 სარჩელიდან რამდენს დაუშვებენ არსებით განხილვაზე. დილიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი ვართ მედიის წარმომადგენლები. თქვენ ახლა უსმენდით პირდაპირ ეთერში ანა ნაცვლიშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს 38 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შეტანილ სარჩელს. მანამდე ჰქონდათ საშუალება მოგესმინათ თამარ კორძაიასთვის, რომელიც ასევე ოპოზიციონერი დეპუტატია და ისიც ანა ნაცვლიშვილთან ერთად არის მოსარჩელე და იქნება სპიკერი დღეს დაგეგმილ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე. გეტყვით დეტალებს რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს 4 სარჩელია შესული, მათ შორის სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს, 38 ოპოზიციონერ დეპუტატს, ცალკე შეტანილი აქვს სარჩელი სამოქალაქო სექტორს, ეს არის 121 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი ჯგუფი და მეოთხე სარჩელი შეტანილი აქვს დამოუკიდებლად შეიტანა ორმა მედია ორგანიზაციამ, მთის ამბებმა და სტუდია მონიტორმა. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული 4 სარჩელი ერთ წარმოებად არის გაერთიანებული და ისე განიხილავს დღეს საკონსტიტუციო სასამართლო. ვიმყოფებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ. შეგახსენებთ, რომ უსმენდით ცოტა ხნის წინ ლაივში ანა ნაცვლიშვილს, მანამდე უსმენდით თამარ კორძაიას და დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა დაიწყება 11 საათზე. მოკლე ნიუსებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან თქვენ შეძლებთ წაიკითხოთ ბათუმელებზე და ნეტგაზეთზე, ხოლო უშუალოდ ვისაც სურვილი აქვს, რომ საკონსტიტუციო სხდომას უყუროს, საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს პირდაპირ ეთერს თავის YouTube არხზე, რომელსაც ასევე ბათუმელები გააზიარებს. თავის ვებგვერდზე და გააზიარებს გააზიარება ჩვენ სოციალურ ქსელებში.
გიორგი მოდიათ, გიორგი. გეტყვით რას ველოდებით აქ მე ხა უნდა მოვიდეს მოსამართლეები უნდა შევიდნენ როგორც ვიცი ორი მოსამართლე უკვე შესულია სასამართლოს შენობაში ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას მოსვლას და თუ კი ამ ლაივის განმავლობაში ბატონი მერაბი მოვა და რაიმე სახის კომენტარს გააკეთებს ამ კომენტარს რა თქმა უნდა ბათუმელების მაყურებელი პირდაპირ ეთერში მოისმენს ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო მოსამართლე რას ფიქრობთ ეს უკანა არ იგი პასუხებენ კომენტარის გარეშე შევიდა სასამართლო დარბაზში რუსული კანონის შეჩერების საკითხს მოკლედ გეტყვით რას ითხოვენ მოსარჩელეები ყველა მოსარჩელე ანუ 4-ვე მოსარჩელე ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს რუსული კანონი საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იცით ალბათ რომ 9 მოსამართლეა 9 მოსამართლისგან შედგება პლენუმი და გეტყვით მოსამართლეების სახელებსა და გვარებს თავმჯდომარე არის მერაბ ტურავა ასევე მოსამართლეები ვასილ როინიშვილი ევა გოცირიძე გიორგი თედორაშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტურუში. ვიმყოფებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და როგორც უკვე გითხარით, ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ვინც ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით რომ დღის ლაივის დასაწყისში თქვენ უსმენდით თამარ კორძაიას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ-ერთი მოსარჩელე მხარეა და ის წარმოადგენს 38 დეპუტატის მიერ შეტანილ სარჩელს, ასევე მოусმინეთ ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ასევე დეპუტატების მხრიდან არის მოსარჩელე. კიდევ ჯამში 4 სარჩელია შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთი სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს. მეორე სარჩელი შეტანილი აქვს ოპოზიციურ დეპუტატებს, ასევე სარჩელი შეტანილი აქვს 122 მედია საშუალებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ცალკე დამოუკიდებელი სარჩელი შეტანილი აქვს სტუდია მონიტორს და თის ამბებს. ცოტა ხნით დავრჩებით საკონსტიტუციოს წინ, ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსვლას. არ ვიცით რაიმე კომენტარს გააკეთებს თუ არა, სავარაუდოდ არა, თუმცა ღირს, ასე ვთქვათ, დალოდება და ვნახოთ პროცესის დაწყებამდე რაიმე თუ აქვს სათქმელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მანამდე მინდა გითხრათ, ანუ შორხეთს გაჩვენებთ, აქ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ეს არის ბათუმში მდებარეობს, იცით, საკონსტიტუციო სასამართლო და დღეს განიხილება სარჩელი. დღეს განიხილება უბრალოდ რუსული კანონის შეჩერების საკითხი. რატომ ითხოვს პრეზიდენტი, რატომ ითხოვს ოპოზიცია, რატომ ითხოვენ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის შეჩერებას, რადგან რუსული კანონი იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას. რუსული კანონი თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენ განუხრელად მივდივართ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაციისკენ საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში ეს ყველაფერი გაწერილია და სწორედ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებებს. შეგახსენებთ, რომ იმყოფებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც განიხილება რუსული კანონის შეჩერების საკითხი. 4 სარჩელია შესული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოსარჩელები ითხოვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადაც მოსარჩელები ითხოვენ რუსული კანონის შეჩერებას. იცით, რომ იუსტიციის სამინისტრომ შექმნა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი და ამ დეპარტამენტის ფუნქცია არის, ასე ვთქვათ, რეესტრში დაარეგისტრიროს ყველა ის ორგანიზაცია, ვისაც კანონი ეხება. ის მოთხოვნები, რუსული კანონი აიძულებს ორგანიზაციებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ის მოთხოვნები, რაც ამ კანონით გაუჩნდათ სხვადასხვა ორგანიზაციებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომ რუსული კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს. ვიმყოფებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც დღეს 11 საათზე უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი, რომელი პროცესიც იქნება და არის უკვე ისტორიული ამ ქვეყნისთვის, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს რუსული კანონის შეჩერების საკითხი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, საკონსტიტუციო სასამართლოს ხდომებით აგეგმილია 29-30 აგვისტოს და საჭიროების შემთხვევაში ის შეიძლება გაიმართოს 31 აგვისტოსაც. დღემდე არსებული პრაქტიკით, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს, ეყრდნობა ხოლმე ევროპულ სასამართლო პრაქტიკას. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მოსარჩელეების მოთხოვნებს და სრულად არ შეაჩერებს რუსულ კანონს, მაშინ ქალბატონი მანანა კობახიძე მოდის, რომელიც არის ასევე საკონსტიტუციო სასამართლო. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს, მოუდინები რა არის? იცით, რომ წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, გადაიცემა ღია ეთერში, უსმინეს და შესაბამისად დაელოდეთ თუმცა ალბათ იცით ის ნება კანონს ასაჩივრებენ. ხდება ამ კანონის აღსრულების შეჩერება.
საუბრობდი იმაზე, რა მოხდება თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს რუსული კანონის მოქმედებას და არ გაითვალისწინებს რაც საუბრობდი იმ შესახებ რა მოხდება თუ კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მისარჩელების მოთხოვნებს და სრულად არ შეაჩერებს რუსულ კანონს, მაშინ ის ამ ქმედებით გაიზიარებს ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. თქვენ იცით, რომ რუსეთშიც მოქმედებს ანალოგიური კანონი, რომელმა კანონმაც რუსეთში გააქრო თავისუფალი მედია, რომელი კანონიც იქცა რეპრესიულ მექანიზმად ტოტალიტარული სახელმწიფოს ხელში, რომელმა კანონმაც რუსეთში გააქრო ყველა უფლებადაცვითი ორგანიზაცია და რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც განიხილავდა მსგავს კანონს, არ შეაჩერა მისი მოქმედება. იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ გაიზიარებს მოსარჩელების მოთხოვნებს და სრულად არ შეაჩერებს რუსული კანონის მოქმედებას, ის იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გამტარებელი. ეს შეგვიძლია ვთქვათ დადასტურებულად წინასწარ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამის შესახებ წინასწარ, რა თქმა უნდა, არავის პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია. უბრალოდ არსებობს რაღაც ტიპის მოლოდინები, რომელ მოლოდინებზეც ახლა რა თქმა უნდა არ ვისაუბრებ. მთავარი, რასაც საზოგადოება, მედია, არასამთავრობო სექტორი იქნება ეს თუ ოპოზიცია თუ საქართველოს რიგითი მოქალაქეები ელიან, არის ის, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს მოქალაქეებს არაერთ გზის და მრავალ გზის აქვს დადასტურებული თავისი ევროპული არჩევანი. რუსული კანონის მოქმედება ამ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამ შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ვართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, სადაც დღეს უნდა გაიმართოს მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესი და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი, თუ როგორ განიხილავს სასამართლო რუსულ კანონს, როგორ წარადგენენ მოსარჩელეები თავიანთ არგუმენტებს, როგორ დაასაბუთებენ და შემდეგ უკვე ყველა ერთად ნახავთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
ვინც ახლა შემოვერთდა ჩვენს ლაივს, გეტყვით რომ ვართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც დღეს 29 აგვისტოს იწყება რუსული კანონის განხილვა. სასამართლომ უნდა იმსჯელოს რუსული კანონის შესახებ. მოსარჩელები ითხოვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ სანამ სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. პროცედურას აგიხსნით, დღეს არის დამწესრიგებელი ხდომა, სადაც 4 სარჩელია შესული საკონსტიტუციო სასამართლოში და სასამართლო იმსჯელებს ამ სარჩელების არსებით განხილვაზე დაშვებაზე და შემდეგ ასევე მოსარჩელები ითხოვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ შეაჩეროს დროებითი ღონისძიება გამოიყენოს და შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება. დასაწყისში თქვენ საშუალება გქონდათ მოგესმინათ თამარ კორძაიასთვის და ასევე ანა ნაცვლიშვილისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციის მიერ შეტანილ სარჩელს. 38 დეპუტატს აქვს შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს ასევე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე შეტანილი აქვს 121 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციას და ცალკე მეოთხე სარჩელი შეტანილი აქვს სტუდია მონიტორს და მთის ამბებს. აქ დროებით დაგემშვიდობებით შევწყვეტ ლაივს და დაგიბრუნდებით როგორც კი რაიმე სიახლე იქნება. მანამდე გეტყვით რომ ბათუმელების ლაივს შეგიძლიათ ბათუმელების ვებგვერდზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალის სიახლეებს. ასევე ნეტგაზეთზე რა მოხდება საკონსტიტუციოს სხდომაზე, ამის ვისაც გსურთ უყუროთ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას, შეგიძლიათ ეს სასამართლოს ვებგვერდიდან YouTube არხზე იქნება სტრიმი და იქიდან იქ ნახოთ. ეს არის მეორე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოსი, სადაც მოსარჩელები უკვე არიან შეკრებილები. ასევე აქ არიან მოქალაქეებიც და მე აქ დროებით დაგემშვიდობებით და მოვლენთა განვითარების